თუმხნეობა არ გვექნება, უიმედოდ ვიქნებით და რაღაცნაირად უკვე ხარ დაბეჭავებული თითქოს და დაბეჭავებული ადამიანის მართვა ძალიან მარტივია და ჩვენ უნდა ვიყოთ ხნეობით ახსავსე, ესე იგი იმედით ახსავსე, შემართებით ახსავსე. განა რამ შეიძლება ჩვენი დამარცხება გამოიწვიოს ვერაფერმა. თუ ქრისტე შენში იქნება, ვინ შეიძლება დაგამარცხოს? სულიერი ძალები დაგამარცხებენ თუ ფიზიკური ძალები? ვერავინ დაგამარცხებს. და თუ ფიზიკურად გაქვს საფრთხე, ამასაც გითხრა იესო ქრისტემ. იმისი ნუ გეშინია შენ, თუ ფიზიკურად გაგანადგურეს, სულს ხომ ვერაფერს უზამენ. სული ხომ არადიულია, სული ხო უკვდავია. ამიტომ ფიზიკურ კეთილდღეობას ნუ გამოეკიდები მაინც და მაინც. იზრუნე მარადიულზე. ფიზიკური დროებითია, მაინც განადგურდება დღეს თუ ხვა. ამიტომ მათი ნუ შეგეშინდება, ვისაც შენი ფიზიკურად განადგურება სურს, გეშინოდეს მისი, ვისაც შენი სულის დაღუპვა შეუძლია. და თუ ქრისტესთან იქნები, ვინ დაგუყავს სულიერად? ვინ შეძლებს ამას? ვერავინ. იმიტომ რომ ვინც ქრისტესთან არის, ის უძლეველია.